2026 წლის მარტში გუდაური კიდევ ერთხელ გახდება საერთაშორისო ფრირაიდის ცენტრი. მთის კურორტი ფრირაიდის კვირეულს უმასპინძლებს. ეს არის თავგადასავალი იმ ექსტრემალი სპორტსმენებისთვის, რომლებიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში თხილამურებით ან სნოუბორდებით სრიალებენ. მასშტაბური სპორტული ღონისძიება მსოფლიოს საქართველოს მთებს გააცნობს. ქართველ სპორტსმენებს კი განვითარების შესაძლებლობას მისცემს. ნატა ტაბიძე გაგაცნობთ ექსტრემალ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ კვირეულისთვის ემზადებიან. ახალგაზრდა მოთხილამურე ნიკოლოზ ნაკანი დაშვების ადგილზე ასვლამდე უსაფრთხოებისთვის სავალდებულო ეკიპირებას ამოწმებ. თან აქვს ზვავის გადამცემი, ზურგჩანთაში ნიჩაბი, ზურგის დამცავი და ზონდი. თავზე კი რა თქმა უნდა ჩაფხუტი ახურავს. 17 წლის ტყუპები სვანეთიდან მარტის თვეში ფრირაიდის იუნიორთა სერიებში იღებენ მონაწილეობას. ფრირაიდი სპორტის ახალი სახეობაა და რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში თხილამურებით ან სნოუბორდით სრიალს გულისხმობს. ჩემი აზრით სვანეთი არის ფრირაიდის გული საქართველოში და იქ რო ცხოვრობ ფრირაიდერი უნდა იყო ან სპორტს უნდა მიყვეს სათხილამურო სპორტს რაც თოვლი არ გვიჭირს და ფრირაიდს მივყვებით და ტრენერის გარეშე და თვითნასწავლები ვართ რა. მანამდე ალპაინს სრიალებდით, მაგრამ გაუკვალავში როგორც კი გადავედით, უკვე გაუკვალავმა შეგვიყვარა რა და ძალიან კაია გაუკვალავში სრიალი და აქედან მერე უკვე ფრირაიდის შეჯიბრები რო ჩატარდა, გვინდოდა რომ მიგვეღო მონაწილეობა და მერე უკვე ძალიან მივყევით და ეხლა მივყვებით ბოლომდე ფრირაიდს. ფრირაიდის კვირეული იუნიორებში საქართველოში პირველად 2024 წელს სვანეთში ჩატარდა და ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდული ფრირაიდის განვითარებაც აქედან დაიწყო. შეჯიბრის მონაწილეები ეშვებიან ფერდზე, რომელზეც აქამდე არასდროს უსრიალიათ. მარშრუტი მხოლოდ წარმოსახვაში იციან. ეს არის ამ სპორტის არსი, გადაწყვეტილების მიღება რეალურ დროში. შეჯიბრზე წარზე რო დგახარ, ჯერ შენ ლაინზე ფიქრობ რა და იხსენები კარგად სად როგორაა, მაგრამ დაშვები დავარც კი იწყებ დაშვებას ყველაფერი გავიწყდება რა, იმაზე მარტო ფიქრობ რომ უნდა დადგე და უნდა ჩახვიდე ბოლომდე დაასრულო და ანუ შეჯიბრის გარეშეც რა სულისაა რა, საფრთხე სულ არის, ან ზვავი მოგიწყდება, ან ცუდად დაეცემი რა და ამიტომ ყოველთვის სიფრთხილით უნდა ჩახვიდე და შიში მაინც არის ყოველთვის რა. ფრირაიდში პირველი არის უსაფრთხოება, აი მაგალითად ყოველი დაშვებისას იღებ დიდ რისკს, შეიძლება ზვავი მოგიწყდეს, ან ტრიუკისას რამე დაიზიანო, მაგრამ აი როცა პრაქტიკაში კარგად იცი და გამოცდილი ხარ, აი უფრო გინდება რა ეს რისკები აიღო შენ თავზე რა. ფრირაიდში უსაფრთხოება მხოლოდ აღჭურვილობას არ ნიშნავს. აქ მთავარი სწორი შეფასება და პასუხისმგებლობაა. ფერდზე დაშვებამდე ფასდება ზვავის რისკი, თოვლის საფარი და ამინდის პირობები. მონაწილე კი წინასწარ გეგმავს ხაზს და აკონტროლებს სიჩქარეს. თუმცა პასუხისმგებლობა მხოლოდ სპორტსმენზე არ არის. შეჯიბრის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების პროტოკოლებს, ფერდის მონიტორინგს და სამაშველო ჯგუფების მზადყოფნას. ამ სპორტში მთავარი წესია შთამბეჭდავზე მნიშვნელოვანი უსაფრთხო დაბრუნებაა. მირადად ჩემი სამსახური არის ეს, რომ უზრუნველყო მაქსიმალური უსაფრთხოება სპორტსმენების საშეჯიბრო არეალში. ეს მოიცავს წინა კვირას ერთი კვირით ადრე სამზადისის დაწყებას, თოვლის ხარისხის შენარჩუნებას მაქსიმალურად საშეჯიბრო არეალზე, რუსკოებმა არის რეალურად და რაც შეიძლება უსრიალებელი იყოს. ასევე მინიმუმამდე დაყვანა ზვავსაშიშროების, კრიზის პლანების მოფიქრება, დაგეგმა იმ შემთხვევაში თუ სპორტსმენი მიიღებს სუბუქ თუ მძიმე დაზიანებას. კონკრეტულად ჯუნიორების შეჯიბრზე, იმიტომ რომ ბავშვებს ეხებათ საქმე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე არსებობს კონკრეტული შეზღუდვები. წესი არის ესეთი, თავი არასდროს არ უნდა ჩაცდეს ფეხს, ანუ ფეხი არ უნდა ავიდეს თავის ზევით. მოკლედ რაღაცა შეზღუდვები აქვთ და ტრასაც და საშეჯიბრო არეალიც ისეთია შერჩეული, რომ ნაკლებად ტრავმული იყოს. წელს ფრირაიდის კვირეულს გუდაური მასპინძლობს. იუნიორთა საშეჯიბრო ფანჯარა 12-13 მარტს მოიცავს, ხოლო 18 წელს გადაცილებულთა საკვალიფიკაციო ეტაპი 14-15 მარტს. ორივე ღონისძიება ორვარსკვლავიანი სირთულისაა, რაც ტრასისა და შეჯიბრის სირთულის დონეს აღნიშნავს და მონაწილეებისგან შესაბამის გამოცდილებას მოითხოვს. ჯუნიორის შეჯიბრი ხდება საძელეზე, სამხრეთ ფერდზე, არის კარგი თოვლი, არის საკმარისი დახრა, საკმარისი სიგრძის ტრასა არის, ასევე არის ელემენტები, კლდეები და უბრალოდ ლანდშაფტური რელიეფი ისეთი, რომ მოახერხონ სპორტსმენებმა რაღაცა ტურნირების შესრულება. რაც შეეხება კვალიფაიერს, უფროსების შეჯიბრს, ეს არის ყოფის
ფერდზე მწვერვალი ბიდარა და კობის მიმართულებით შარშან უკვე ორივე ადგილას ქონდა შეჯიბრი და წელსაც იგივე ადგილას გუნდებით. ეს ადგილიც იგივენაირად გამოირჩევა, საკმარისი დახრა აქვს, საკმარისი სიგრძის არის, საკმარისი კლდეები და საკმარისი ფორი არის ყოველთვის. ფრირაიდის კვირეულს საქართველოში საფუძველი ფრირაიდის მსოფლიო ტურმა ჩაუყარა. ეს უკანასკნელი უმაღლესი დონის საერთაშორისო შეჯიბრია, საქართველო კი 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა, რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად. საქართველო ნამდვილად კარგი პოზიციებით გამოირჩევა. 2024 და 25 წლის ღონისძიებამ დაიმსახურა საკმაოდ დიდი მოწონება ფრირაიდის დელეგატების კუთხით, სპორტსმენების კუთხით. გახდა ის ადგილი, რომელსაც ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი აქვს, ასე ვთქვათ. და არა მარტო მესტია, ამით პოპულარიზებას უკეთებთ მთელ საქართველოს ფრირაიდის მიმართულებით. მესტია ფრირაიდის მოყვარულთათვის მსოფლიო რუკაზე ახალ მიმართულებად გამოიკვეთა. კურორტი თეთნულდი კი ახალი აღმოსაჩენის სივრცე სპორტისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. კავკასიონი გვაძლევს აი ამ უნიკალურობას, სწორედ რომელიც არის რთული რელიეფი, განიერი ფერდები და ამიტომაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი არის ქვეყნისთვის და ამ პარამეტრის მიხედვითაც არის ჩვენი ქვეყანა შერჩეული გვერდზე რო გადავდოთ ის ორგანიზება და ნდობა, რაც საერთაშორისო დელეგატების მიერ არის და გუდაური, სვანეთი ნამდვილად გვაძლევს ამ ყველაფრის შესაძლებლობას. ფრირაიდის მსოფლიო ტური მესტიაში და კვირეული გუდაურში მსოფლიოს საქართველოს მთებს აცნობს. ქართველ სპორტსმენებს კი გამოცდილების შეძენისა და საერთაშორისო შესაძლებლობების განვითარების საშუალებას აძლევს.